გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. მოვედით ჩვენი შენობით ბიზნეს მობილით Sena i400-ით. ბრენდ ქართველში და ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ ქართულზე, ვისაუბრებთ ქართულ წარმოებაზე, პერსპექტივებზე, გამოწვევებზე და ყველაფერ იმაზე, რაც ჭირდება ქართულის პოპულარიზაციას ლოკალურ თუ გლობალური მიმართულებებით. ჯიმი ჩხაიძე არის ჩვენი მასპინძელი. მოგესალმებით, ჯიმი. ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის. მადლობა რომ მასპინძლობ და მოკლედ დავიწყოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ. მოგზანდით. ხო. ჯიმი ჩხაიძე, გამოცდილება Tree and Metal Production-ის წევრი, საქართველოს ვისკის ასოციაციის წევრი, ასკანელი ძმების წევრი, ალექსი და ვახტანგ მაჭავარიანების საქველმოქმედო ფონდის წევრი, ქართველის დამფუძნებელი, ჯიმშერის დამფუძნებელი. მოგლეთ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან ძალიან მაგარი ეპიზოდის ჩაწერას და ჩვენი მასპინძელია ქართველი. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ბატონი ჯიმი ჩხაიძე არის ჩვენი მასპინძელი და მოვედით მასთან ლოკაციაზე. ჯიმი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და მადლობა რომ გამონახე დრო. დაგვთანხმდი ძალიან საინტერესო, მეგობრულ და რასავარია ბიზნესზე ორიენტირებული ფორმატის ჩასაწერად. რა შვები პირველ რიგში და როგორ არის საქმეები? რომ მოვბრძანდით, მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან მოსვლისთვის. ჯიმი, როგორ არის საქმეები? რა შვები, როგორ მიდის რეალურად ბიზნეს პროცესები და მოკლედ დავიწყოთ ამით საუბარი და მე უკვე გადავიდეთ ცალკეულ თემებზე. ბიზნეს პროცესები მიდის, შეიძლება ითქვას, ნორმალურად, სტაბილურად, ბევრი სირთულეებია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად მიდის და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. ახალი მედლები, ახალი წარმატებები საერთაშორისო კონკურსებზე. ჩვენმა პროდუქციამ მოიგო Best World Whisky. ეს არის ყველაზე დიდი კონკურსი ამ სფეროში და შეიძლება ითქვას, რომ იმ ყველა მოგებულ მედლების ფონზე ეს ახალი ნაბიჯია კიდევ აი უმაღლესი მწვერვალისკენ ასე ვთქვათ სულამიდის ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის განსაზღვრავს იმ აღიარებას, იმ კატეგორიას, რომელიც ყველაზე მაღალი კლასის ვისკები იმსახურება. ხო, პროდუქცია იმსახურებს რეალურად. იმიტომ რომ ეს შეიძლება ითქვას, რომ პირველია და შეიძლება ამით ქართული ამ სახეობის, ასე ვთქვათ, ამ პროდუქციის წარმოჩინება ამ დონეზე არის აბსოლუტურად ახალი სიტყვა, ახალი ფურცელია ისტორიაში. სოფლიო გაიცნო თუ არა ჯიმშერი. სხვათა შორის ეხლა რაც ახსენე, ხო, აი პროდუქცია. საბოლოო ჯამში, რომელიც ბაზარზე იმსახურებს უკვე ძალიან ბევრ მედალს, ძალიან ბევრ დადებით შეფასებას და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს, აი მიმართულება, რომელიც ჩვენთვის იყო ყოველთვის ნოუ-ჰაუ. ჩვენ არა ვართ ამ მიმართულების, ასე ვთქვათ, ისტორიული პროვაიდერი, ხო? განსხვავებით შოტლანდიისა, განსხვავებით ირლანდიისა, განსხვავებით დიდი ბრიტანეთის სხვა ქვეყნებისა. მაგრამ შენ ფაქტიურად ისეთი შემართებით, ისეთი სიყვარულით და ისეთი ენერგიით შეხვედი ბაზარზე, აი ამ მიმართულებით, ხო, რასაც ეს პროდუქცია ქვია. რომ ნამდვილად მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგი არ დააყოვნებდა. ეხლა მე და შენ რამდენი წლის მეგობრობა გვაკავშირებს და აი როდესაც ამ თემაზე დაიწყო ლაპარაკი, ანუ მე თავიდანვე ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ შედეგი დაიდებოდა. მე მაინტერესებს, აი რა არის ამ ყველაფრის შედეგი დღეს და რამდენად გაიცნო მსოფლიომ ქართული პროდუქცია. ზუსტად ამას ვიძახდი, რომ ამ კონკურსებზე და ამ საზოგადოებაში ამ მიღწევების მიღება და ამ აღიარების მიღება ნიშნავს იმას, რომ უკვე ჯიმშერი უკვე ფაქტიურად სოფლიო
ბრენდებს შორის მოიაზრება. და ეს უკვე არის გარკვეული აი ამ დიდი ბევრი წლების, შეიძლება ითქვას 2-10 წლეული შრომის შედეგი. და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ კატეგორიებში, სადაც საერთოდ ოცნებაშიც და იმაში შეიძლებოდა ვერ წარმოგვედგინა დაუშვათ იმ ვისკებთან, იმ ვისკებთან, რაც დაერქვათ ტოპ ვისკებში გადის, ხო იმათთან ამ წარმატების მიღწევა, ეს უკვე დიდი ნაბიჯია. ეს არის ქართული სიტყვა, ანუ ქართული სახეობა, ქართული პროდუქციის, ანუ ამ თამასაზე აყვანა, რაც ჩვენთვის ამ სახეობის პროდუქციის მწარმოებლისთვის ეს არის უზარმაზარი სტიმული. იმის რწმენას და სტიმულს გვაძლევს, რომ ეს ამდენი წელი, ამდენი შრომა ტყუილა გაწეულა და ეს ყველაფერი შედეგია, ანუ შეიძლება ითქვას და ეს გვაძლევს იმის мотиваციას, რომ ხვალდაზე და გვაკეთებთ კიდევაც არაჩვეულებრივი მიმართულებით ხდება ამ პროცესის განვითარება და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ხდება, ანუ იგივე დავარგებების კონცეფცია, იგივე სიახლეების დისტილაციის ახალი ტექნოლოგიები და რაღაცა არანორმალური რაღაც ნაბიჯები იდგმება და ეს არის შეიძლება ითქვას სანდრო ეს შემოქმედება, რომელიც ძალიან ბევრ შრომას, ბევრ დროს, მოთმინებას და რწმენას რო ჯერ უნდა დაიჯერო და როდესაც უკვე რაღაც შედეგი გაქვს, ეს კიდე ახალ мотиваციას გაძლევს და ანუ პროცესი არ ჩერდება და რა არ ვიცი, ეს ალბათ თავარია, რისთვისაც რაღაცას რო აკეთებ, ეს მატერიალური მხარე ერთია. შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში, ანუ ჯიმშერის მიმართულებით, მატერიალიზაცია დღესდღეობით შეიძლება არ არის, მაგრამ ის პროცესია, რაც გვაძლევს ძალიან დიდი პერსპექტივის საშუალებას ხვალ და მომავალში. ძალიან მაგარია და რა თქმა უნდა წარმატებები ამ და არა მარტო ამ მიმართულებით. მოდი ახლა გადავიდეთ უკვე ქართველზე, მთლიანობაში ბრენდი, რომელიც ძალიან საინტერესო საქმეებს ახორციელებს. ახლა ჩვენ ვართ ძალიან მაგარ ქარხანაში, ძალიან მაგარ ინდუსტრიულ ნაწილში, სადაც იგივე მაყურებელი ხედავს დაზგადანადგარებს, იგივე შესაბამის აგრეგატებს და ასე შემდეგ. არ არის ეს მარტივი სიამოვნება, ეს არის საკმაოდ დიდი შრომის შედეგი. ეს არის რეალური ბიზნესი, რეალური ეკონომიკა, რომელსაც ერთმა კონკრეტულმა ქართველმა ბიზნესმენმა მიაღწია შენი სახით. მოდი აქაურობაზე მომიღევი და შესაბამისად უკვე თან დავიწყოთ უკვე საუბარი აი იმ ძირითად მიმართულებებზე, რასაც ქართველი ახორციელებს ლოკალურ ბაზარზე და ასევე გლობალურ ბაზარზე. მოგეხსენება ჩვენ წინა შეხვედრებზეც გქონდა ამაზე საუბარი, რომ ეს არის ქართველი ახალგაზრდა კომპანია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს. მანამდე ძალიან ბევრი წარმატებული პროექტები შეგვიქმნია და იგივე არაერთი ქარხანა აგვიშენებია და ბრენდები შეგვიქმნია და ასე შემდეგ. ქართველი არის კომპანია, რომელსაც აქვს ეს მიმართულებები, ან როგორც ღვინის, ასევე ბრენდის, ასევე ჯიმშერის მიმართულებები და ქართველში ხდება წარმოება ბრენდის, როგორც არის გვარიანი, რომელიც ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს დღეს ბევრ იმ ობიექტებში, იმ კომპანიებში, სადაც ეს ღვინოზე გაქვს საუბარი. იგივე უცხოეთში, იგივე აი მაგალითად დუბაიში გვაქვს ძალიან რთულია დუბაის ბაზარი და ესეთი წარმატებით ვართ წარმოდგენილები ძალიან ძვირიან რესტორნებში და ძალიან საკმაოდ ისეთ სეგმენტში გვაქვს შეტანილი ჩვენი პროდუქცია და დიდი წარმატებით სარგებლობ, დიდი წარმატებით და დიდი მოწონებითაა ჩვენი პროდუქცია. ეს რაც შეეხება გვარიანს. გვარიანი ასევე ქართველი, თვითონ ეს ძირითადი ბრენდი, ქართველი კომპანიის სახელი ქართველია. ესეც ღვინის ბრენდია, რომელიც ღვინის სავაჭრო ნიშანია, რომელიც ნელა-ნელა იკრებს პოპულარობას და სულ ცოტა ხანში რაღაც ახალ დიდ სერიას დავაანონსებთ. და ასე შემდეგ, ანუ აქ მეღვინეობასთან ახლა ამ შენობაში უფრო ღვინის მიმართულება არის განთავსებული. გვერდზე რომ ნახეთ ქარხანა, ის არის დისტილაცია და ასე ვთქვათ დავარგების ჯიმშერის ნაწილია. ეს არის ღვინის ნაწილი. მივდივართ წინ, ვნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვაშენებთ, ვანვითარებთ ახალ საწარმო სივრცეებს და ნელა-ნელა მივუყვებით. ძალიან მაგარია. ჯიმი, იცი რა მაინტერესებს? აი, რამდენად რთულია დღეს
დაიჭირო ბაზარზე ხარისხობრივი თამასა. იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ ხო ეხლა ნებისმიერი წარმატების გასაღები ლოკალურად თუ გლობალურად ეს არის რა თქმა უნდა ხარისხი და ხარისხის სწორი პროვაიდინგი. აქედან გამომდინარე აი მინდა რომ ერთგვარად აი შენი გამოცდილებაც მოგვიყვე ამ მიმართულებით და ეხლა კიდევ ერთხელ ხო ანუ არც სივრცეში სადაც ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა. იმიტომ რომ ეხლა ისეთი ბაზრები დაასახელეთ თუნდაც იგივე არაბთა გაერთიანებული საემიროები სადაც ფეხის მოგიდება არ არის მარტივი ამბავი. აქედან გამომდინარე აი მე მაინტერესებს ერთგვარი არის რჩევების რეკომენდაციების ველიც რო გააჟღერო ხო აი რასთან არის დაკავშირებული დღეს რომ შენ გეჭიროს ბაზარზე ხარისხობრივი თამასა. ძალიან საინტერესო კითხვაა და საკითხი ზოგადად, იმიტომ რომ ხარისხიანი მეღვინეობა იწყება ნიადაგიდან. კი ბატონო. ანუ ნიადაგიდან, ვაზიდან და რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობიდან. კი ბატონო. ანუ აი ამ ყველა კომპონენტის გათვალისწინებით უკვე შეიძლება მიღწევა მაღალ ხარისხის ღვინოში. რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ გვაძლევს ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ულტრა ასე ვთქვათ, ნოვატორული რაღაც გარკვეული ტექნიკური საშუალებები, რომელიც ჩვენ გვაქვს ქარხანაში, ანუ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მაღალი დონე დავიჭიროთ. თან მე მგონი ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ იმაზე, ჩვენ ტერიტორიაზე გვაქვს ამპელოგრაფიული მუზეუმი. ამპელოგრაფიული მუზეუმი არის ეს ვაზის მუზეუმი, ანუ ვაზის მრავალფეროვნება. სადაც არის წარმოდგენილი სადღაც 427 სახეობამდე თუ არ ვცდები 420. ესე იგი ეს ყველა ვაზი ფაქტურად აი ამ ყველა ნაირსახეობიდან 10%-ია, რაცაც ვიცნობთ და რაც შესწავლილი გვაქვს. დანარჩენი შესწავლის პროცესია და ჩვენ ვაკეთებთ აი ნოვატორულ რაღაც ისეთ ბლენდინგებს, როდი ესე თქვა, რაღაც კუპაჟებს, რაღაც სხვადასხვა ყურძნების და ჯიშების აღმოჩენებს ვახორციელებთ. ანუ აღმოჩენას გულისხმობ, ანუ ამ სხვადასხვა სახეობებს ვაკვირდებით, როგორ განვითარდება, როგორ ხდება მისი ფერმენტაცია, როგორ ხდება მისი დავარგება და ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ანუ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ და სიყვარულით და აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ მიმართულებასაც, რომ გვინდა რომ აი ამ ჩვენი ეს კულტურული რაც გვაქვს ახლა შენარჩუნებული ამდენი ვაზის ჯიში, მადლობა ეს ძალიან რთული პროცესი იყო და ჩვენ ქვეყანამ და გარკვეულმა პიროვნებების ძალისხმევამ ეს შედეგი გამოიღო. ამ ხელა კოლექცია გვაქვს დღეს ჩვენ ხო საქართველოში და ჩვენ რაღაც გარკვეული ასე მოგრძალებული ნაწილი ჩვენც გვაქვს, რომელსაც ვეფერებით ვინახავთ ამ ამპელოგრაფიული მუზეუმის სახით და აი ამ ვაზის ამ ახალ უბრალოდ უძველეს ჯიშებს ვაკვირდებით და კულტივაციას უკეთებთ ამას რაღაც საინტერესო რაღაცებს ვქმნით ამ მიმართულებითაც. ანუ ეს არის ის ადგილი, სადაც ბიზნესის და აი ამ ინდუსტრიული წარმოებების და ამ პროცესების პარალელურად ხდება ძალიან საინტერესო შემეცნებითი რაღაცა ნოვატორული ხედვებით ახალ-ახალი ამბები, რაც ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. სხვადასხვა მე არ დამოვიწყდება შენი ერთ-ერთი სტუმრობა გადაცემაში, მაშინ იყო პერიოდი, როდესაც ლევანთან ერთად, ჩვენ საერთოდ მეგობართან, ლევან ვეფხვაძესთან ერთად იყავი გადაცემაში და მაშინ ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდი, ზუსტად ქართველის ეგიდით და მაშინ მქონდა საუბარი ზუსტად იმაზე, რომ აი საქართველოში წარმოება, აი ლუდზე ვისაუბრეთ მაშინ, აი საქართველოში მაგალითად ალაო არის წარმოება. საქართველოში შესაბამისი ინგრედიენტები, კონსისტენციები და ასე შემდეგ არის წარმოება. და სხვადასხვა ერთ-ერთი ინიციატორი ხარ, რომ აი მაგალითად ქვეყანაში დავიწყოთ თუნდაც ალაოს წარმოება, ხო, იმიტომ რომ ეხლა ღვინოზე ლაბარაკი ზედმეტია, ხო? საცობები, ღვინის საცობები, შენ ადგილზე აწარმოებ თუ შემოგაქ? შემოგვაქვს, კი რა თქმა უნდა. პრობლემა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარო გაცილებით ამ შემთხვევაში, ნუ ძვირი შეიძლება არ გიждდება, მაგრამ რეალურად მაინც დარწმუნებული ვარო საქართველოში რომ იყოს ადგილობრივი საწარმო, აუცილებლად ქართულს იყიდი. კი რა თქმა უნდა. აი მოდი ახლა მე იცი ამით დაკითხო. რატო გვიჭირს საქართველოში ინდუსტრიული ჯაჭვის გაკეთება? იმიტომ რომ შენ ქმნი ფანტასტიკურ ნექტარს, სითხეს, ღვინოს და სხვა სახის პროდუქციებს. მაგრამ ინდუსტრიულ ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოწვევები და ბაზარი ამ კუთხით ვერ გვეწევა. მე მაინტერესებს, აი რატო გვაქვს ეს პატარა წვეტები და
ერთგვარი შენეული რჩევები, რეკომენდაციები რა იქნებოდა, რომ აი საქართველოში მაქსიმალურად დავასტიმულიროთ ქართული. სანდრო, ძალიან რთული კითხვები. მაგრამ მე მაქვს ჩემი მოსაზრება ამ მიმართულებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 30 წლის წინ საქართველოში თუ კი რამე არსებობდა, ყველაფერი დავანგრიეთ. ხო. და ფანტასტიკურად გამოგვივიდა ეგ. ხო, მაგრა გამოგვივიდა. ანუ გამოდის რა, რომ ჩვენ ახლა ამ გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რაღაცა სფეროები არის ამოსაქოქი. მათ შორის ალაოს წარმოება, რაც მე დარწმუნებული ვარ და მოვა დრო, რომ თუ ვინმე არ გააკეთა, მე მაინც გავაკეთებ მაგას, იმიტომ მაგას თავისი გარკვეული ეტაპები ჭირდება. გააქვს გეგმები ამ მიმართულებით? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს ამის წარმოება, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ თავისუფლებას, ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, არა მარტო ჩემს, არამედ ლუცად ჭირდება იგივე მსგავსი ნედლეული და ძალიან კაი იქნებოდა ქართულ მიწაზე მოყვანილი ქერით, რომ დაუშვათ ჩვენ ვაწარმოოთ ალაო, რომლიდანაც ამ პროდუქტებს მივიღებთ. ხო, ეს ძალიან მაგარი იქნება. ასე რომ ამის გარდა იგივე შენ თქვი საცობის თემას შეეხე. საცობამდე კიდე არის რა ძალიან მნიშვნელოვანია მინის ქარხანა რო იყოს აქ. ღვინის ბოთლი, ბრენდის ბოთლი, ვისკი, ყველაფერი შემოდის. ანუ ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება, ეკონომიკას წაადგება და ამ ექსპორტ იმპორტში, ანუ უცხოეთიდან შემოსატანი არ იქნება ეს პროდუქცია და აქ შეგვეძლება ყიდვა იგივე ღვინის ბოთლის. კი ბატონო. რამხელა ეკონომიკური ეფექტი აქვს ხო ამას, აი წარმოებების აქ შექმნას. მე ვფიქრობ, რომ მოვა მაგის დრო. მიდის ყველაფერი იმისკენ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მოვა მაგის დრო. ვიცით რა, მარტივი არ არის. ამ ყველაფერს დრო ჭირდება, მონდომება ჭირდება და ბევრი რაღაცა გაკეთდა. ეხლა რამდენი წარმოება გვაქვს, რამდენი რაღაცა ახალი სფეროები შეიქმნა, რაც არ იყო. საერთოდ ყველაფერი შემოდიოდა. ნელა-ნელა მივალთ მაგამდე, მე ძალიან მჯერა ამის. ამიტომ რატო ვთქვი 30 წლის წინ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ნულიდან ვიწყებთ. და ესე მიდის, დრო მიდის და ჩვენ შრომობ და რაღაცა გამოდის. ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება მონდომება. მაგ სფეროებსაც ჭირდება. მეცაც გეტყვი, იმდენი მიწა არის, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ალაოსთვის, ანუ ქერის მოყვანის, ქერის მოყვანა შეიძლება იმის, რომლიდან ალაოს მიღება შეიძლება, ხო? უამრავი აუთვისებელი მიწა, რომელიც სხვა რამისთვის შეიძლება არც გამოდგეს. კი ბატონო. და ამისთვის გამოსადეგი იყოს. ანუ ამას კომპლექსური მიდგომები ჭირდება და მოვა მაგის დრო. მე დარწმუნებული ვარ და გაკეთდება ეს. აი, მოყვები ოპტიმიზმში, მადლობა ამ შემართებისთვის უპირველეს ყოვლისა და მადლობა იმ გეგმების გაზიარებისთვისაც, რომელიც თუნდაც იგივე ალაოს წარმოების მიმართულებით გააქვს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ და არ შეიძლება რომ ინდუსტრიული ჯაჭვი არ ეწეოდეს მეწარმეს. არ იყოს ამ შემთხვევაში საცობების წარმოება, არ კონდეს მინის ქარხანა, არ კონდეს თუნდაც იგივე ლუდის ნაწილში ალაო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამიტომაც აუცილებელია ამ მიმართულებით აქცენტირება. მოდი ახლა გადავიდეთ ადამიანურ რესურსზე. რამდენი ადამიანი ხავს დასაქმებული საბოლოო ჯამში? ამ ტერიტორიაზე 110 ადამიანი. 110 ადამიანი. მაგრამ ვენახებიანად და სეზონურობიდან გამომდინარე, ავდივართ 400-450 ადამიანამდე. საკმაოდ სერიოზული მონაგარი არის. ეხლა მოდი ვთქვათ, რომ აი ეს ყველაფერი, რასაც გარშემო ვხედავთ, ეს ადამიანის ხელით არის გაკეთებული, ხო? კი ბატონო. შესაბამისად, ეხლა მე მინდა ვკითხო ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობაზე ზოგადად და თუნდაც იგივე ტექნოლოგიები ავიღოთ, რომელსაც ასევე ადამიანი ქმნის. ადამიანი ავითარებს და ადამიანი უწევს მას მერე პროვაიდინგს სხვადასხვა მიმართულებებით. ხო, აი დღეს ამ ჭრილში სად ვართ? აი რამდენად არის დღეს ბაზარზე იგივე აგრონომების დეფიციტი, ტექნოლოგიების დეფიციტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი შენ რამდენად გახარ ამ გამოწვევის წინაშე და ზოგადად აი რამდენად მკაფიო და მძაფრი პრობლემაა ეს დღეს საქართველოს რეალობაში. მოკლედ რომ გაგცე პასუხი სანდრო, რა თქმა უნდა არ არის მარტივი სიტუაცია ამ მიმართულებით, მაგრამ ასე თუ ისე გამოდიან ინსტიტუტებიდან ახალი სპეციალისტები, ანუ ახალი ფაკულტეტები, რომელიც აგრარულში იგივე ბევრ სხვადასხვა ინსტიტუტებში და მადლობა ღმერთს, რომ რაღაც დონეზე ეს ყველაფერი ანუ ისწავლება და არის. კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სფეროში, კაი კადრის პოვნა არ არის მარტივი, მაგრამ
ასე თუ ისე, კი ბატონო, ჩვენს სტაფს ტექნოლოგიურ მხარეს უცხოეთში ასე ვთქვათ, უშვებთ გადამზადებაზე და ამით იმ ახალ რაღაც სტანდარტებს უნერგავთ საქართველოში. ანუ ჩვენ მიმართულებით რაღაც ვცდილობთ რომ არ ჩამოვრჩეთ. იმიტომ რომ ბევრი რაღაც ახალი რაღაც ტექნიკური საშუალებებია, რაღაც ტექნოლოგიები იხვეწება როგორც მეღვინეობაში, ასევე იმ დანარჩენ სხვა მიმართულებებშიც და რაღაცებს ვცდილობთ რომ არ ჩამოვრჩით რა. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. ჯიმი, იცი რა მაინტერესებს კიდე? ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. რომელიც ახლა მეტნაკლებად დღეს ქვეყანაში დარეგულირდა, იმიტომ რომ ახლა ბანკებიც პირობითად ძალიან ლოიალურები გახდნენ დაკრედიტების ნაწილში. ასევე გაშთა ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ასე ვთქვათ, თანამონაწილეობით, თანადაფინანსებით არის, როგორც წესი დედომინირებული და მე მაინტერესებს უპირველეს ყოვლისა აქ საბანკო კაპიტალია, თავიდან ბოლომდე თუ რა ტიპის კაპიტალი ფიგურირებს? ჩვენ ლიზინგის კომპონენტი გვაქვს გამოყენებული. კი ბატონო. პრინციპში უკვე დიდი ნაწილი დაფარული გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა გვაქვს ლიზინგთან და ბანკთან შეხება. ასევე გამოყენებული გვაქვს კრედიტი. აგროკრედიტი რაღაც ნაწილში, რაც გარკვეულწილად კომფორტი და რაღაც შეღავათი რაღაც ნაწილში შექმნა, რასაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ესეთი სახელმწიფოს მხრივ ესეთი პროდუქტების შეთავაზება პირდაპირ პროპორციულად აისახება, ახალი რაღაც ახალი წარმოებების შექმნაზე და ეს ძალიან შექმნის რაოდენობებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სტიმულს აძლევს და ხელს უწყობს მეწარმეს, რომ რაღაცა შექმნას, რაღაც შეღავათი გამოიყენოს, იმიტომ რომ ძალიან რთულია შენი კაპიტალით პლუს ბანკით, პლუს ეგ ბევრი ნიუანსებთან არის დამოკიდებული, რომ რაღაცა დიდი, სახელმწიფოს მონაწილეობა როცა დიდ სტიმულს აძლევს, იმ თუნდაც იმ რაღაც პატარა ნაწილშიც კი. ასე ვთქვათ, ეს ძალიან კარგია და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საწარმო ისარგებლა ამით, რაც მე ვიცი. კი ბატონო. ძალიან ბევრ რეგიონში. ბევრგან, სხვადასხვა სფეროში. ეს იქნება, არ ვიცი, ბაღები იქნება თუ რა, მოცვის ბაღია თუ არ ვიცი, ბევრი მიმართულებაში ეს ყველა პროდუქტები ძალიან დიდი დოზით იყო გამოყენებული და ბევრმა ისარგებლა ამით, რაც ძალიან კაია. სხვანაირად არ არსებობს, უნდა ხელშეწყობა უნდა ამ სფეროში. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. სხვადასხვა მე მაინტერესებს, დღეს არსებული ფინანსური სისტემა ქვეყანაში, რომელიც ეხლა საბანკო სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, დღეს ქართული საბანკო სისტემა არის მსოფლიოში მოწინავე. ერთ-ერთი მოწინავე და ეს ფაქტია, მაგრამ რამდენად ხდება ამ დოლათის გაზიარება უშუალოდ ბიზნესისადმი და ბანკი დღეს ხო პირდაპირ რო დაგისვა კითხვა, რამდენად კარგი და საიმედო პარტნიორია? რთული შეკითხვა. ბანკი ყოველთვის ბანკთან ურთიერთობა ყოველთვის რთულია. რთულია, ცხადია. მაგრამ ასე თუ ისე კი ჩვენი საბანკო სისტემა მოწესრიგებულია მეტნაკლებად და კი ბატონო, ასე თუ ისე ეს ყველაფერი გამოყენებული გვაქვს ჩვენ და პარტნიორობთ ბანკთან, რომელთან ძალიან კარგი მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარება ბანკთან, ბანკის გარეშე არ არსებობს. ამიტომ ჩვენთან ეს სფერო ნამდვილად
ერთ-ერთი მოწინავეა შეიძლება ითქვას საქართველოში. კი პროცენტები მაღალია, რაღაცები იცვლება, სულ ის არის, მაგრამ საერთო ჯამში ის არის, რაც არის. ნუ მოცემულობა არის საბოლოო ჯამში ეს. კარგი, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე ტურიზმის ნაწილზეც. ახლა როგორც ვთქვი, ძალიან ბევრი გეგმა გაქვს მათ შორის რეგიონებში, სხვადასხვა ტიპის, ესე ვთქვათ, სასტუმროების მიმართულების კუთხით. აი მე მაინტერესებს ამ ჭრილში რა გეგმებით ხარ, აი კიდევ ერთხელ რომ უამბოთ ჩვენს მაყურებელს და აი რა გეგმები გაქვთ თუნდაც იგივე ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხით, სასტუმროების ჰაბის, ზოგადად ღვინის ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ. ზუსტად ეს ლოკაცია ჩვენ ეს ქართველი, სადაც ახლა ჩვენ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს პირდაპირ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ეს გარდა ინდუსტრიული, აი ამ სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ამ ლოკაციისა გვერდზე მიმდინარეობს განვითარება ტურისტული, ასე ვთქვათ, სასტუმრო, რესტორანი, საკონცერტო პატარა დარბაზი, ესეთი ინფრასტრუქტურული სივრცე, სადაც ბევრი ტურისტის მიღება შეიძლება, რაღაც ივენთების მოწყობა შეიძლება, ეს ყველაფერი ამ ტერიტორიაზე მოიაზრება. გარდა ამისა, ასევე იქნება ტურები ჯიმშერის დისტილერიის დასათვალიერებლად. ეს უკვე ტური დაგეგმილია და ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ტურისტებისგან, რომ ეს დისტილაციის პროცესი, იმიტომ მათ უკვე აინტერესებთ, როგორ ხდება ამ ვისკის შექმნა და ბევრი, ასე ვთქვათ, სურვილია, რომ ეს ტური მოინახულონ. ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, უკვე ვიწყებთ, მალე ჩაუშვებთ ამ ტურისტულ მარშრუტს, რომელიც იქნება ცალკე ჯიმშერის ირგვლივ და ცალკე იქნება ღვინის. კი ბატონო. და ასევე ამპელოგრაფელი, ვისაც აინტერესებს, როგორ იზრდება ვაზი. ანუ ამ ყველა ჯიშს განსხვავებული ფორმის ფოთოლი აქვს, განსხვავებული შეფერილობის ნაყოფი აქვს, იგივე ყურძენი. ეს არის არაჩვეულებრივი სანახავი შემოდგომაზე. და ეს შემოდგომაზე კიდევ რთulis ელემენტია, იმიტომ ეს სხვადასხვა ტიპის ყურძნის მოკრეფვა, ეს ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი რაღაც ტურისტულ იდეაში იქნება მოქცეული. ტურისტულ, ასე ვთქვათ, ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ამ ყველაფერში ერთობლიობაში იქნება შეთავაზებული. ძალიან მაგარი გეგმებია და ძალიან მაგარი ჩანაფიქრია უპირველეს ყოვლისა და გისურვებთ წარმატებებს, რა თქმა უნდა. მოდი ახლა გადავიდეთ ქართული პროდუქციის საერთაშორისო პრომოუშენზე. სხვათა შორის ახლა აი როცა ვსაუბრობთ იგივე ქართული ღვინის სხვადასხვა პროდუქტების კონკურენტ უნარიანობის კომპონენტზე, თუნდაც იგივე ევროპის მიმართულებით. ახლა ჯერ პირველ რიგში დაგისვამ კითხვას, რომელ ქვეყნებში ახორციელებ ექსპორტს უპირველეს ყოვლისა? ქართველი ჩვენი კომპანია ამჟამად ახორციელებს 15-მდე ქვეყანაში. კი, 15-მდე ქვეყანაში. ძირითადად რომელი ქვეყნებია ესენი? ამერიკა, კი ბატონო, ყაზახეთი, კი ბატონო, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ცალკე ჰონგ-კონგი, კი ბატონო. იაპონიაში, ჩემო ბატონო, უკრაინაში, ასევე აზერბაიჯანში შევედით ახლა. ძალიან. ესე იგი ყველა განსხვავებული ბაზარი ჩამოთვალე აი ერთმანეთთან რადიკალურად. ეხლა დაგიკვირდებათ და პირველი გადატვირთვა გავაკეთეთ ლიბანში. ლიბანში. კი. აი რა გასაკვირიც არ უნდა იყოს. საკმაოდ სოლიდური რაოდენობა მოვიდნენ, სადღაც უნახიათ ჩვენი პროდუქცია ჯიმშერი და მოგვადგა დელეგაცია, რომ თუ შეიძლება ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვართ და ლიბანში მოგვეცეთ საშუალო გადავტვირთეთ და რა დიდი მოლოდინი გვაქვს. ეხლა რაღაც ძალიან კაი გეგმები შემოგთავაზეს, ვითხრეს რომ ბევრ რაღაცას ან პრომოუშენს გაუკეთებენ და საინტერესოა, ეს ყველა ბაზარი ძალიან საინტერესოა. აი რა ჩამოთვალე, ხო? და რაც ჯერ კიდე არ ჩამოგიწია. გერმანიაში ვტვირთავთ, კი ბატონო, გერმანია. ყველა ბაზარი არის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. აი თუნდაც იგივე ჩინეთი ახსენე, ნუ ცალკე ჰონგ-კონგი ჩინეთი ახლა გასაგებია, მაგრამ მათი ასე ვთქვათ იურისდიქცია, ლეგიტიმაცია და სხვადასხვა მიმართულებები ეს ძალიან ფართო ავტონომიის მატარებელი რეგიონია, რომელიც აბსოლუტურად სხვა სამეწარმეო სულისკვეთებით ვითარდება, ხო? მე მაინტერესებს, აი ყველაზე სპეციფიური ჩამოთვლილი ბაზრებიდან რომელია და რომელ საექსპორტო ბაზარზე აწყდები ყველაზე მეტ სირთულეს? ჩემი აზრით ყველაზე რთული ბაზარი ჩინეთია. ჩინეთი, რატო? აი ძალიან რთული ბაზარია, იმიტომ რომ რაღაც სადისტრიბუციო სისტემა არ არსებობს. ანუ გარკვეული ჯგუფები, ასე ვთქვათ, თანამშრომლობენ, რომელსაც დაუშვათ რაღაც თავისი ქსელი აქვთ მაგალითად, მაგრამ არა დისტრიბუტორები, არამედ რაღაცა სხვა კორპორატიული რაღაც თავისი ასე ვთქვათ კლიენტები ყავთ და რაღაც ეგეთი თემები არის. ამიტომ
ჩინეთი მე ვფიქრობ ყველაზე რთული ბაზარია. ყველაზე რთული და ყველაზე ძნელად შეღწევადობის კუთხით ყველაზე რთულად ჩინეთი მოვჩვენ. ჩინეთი და მერე ამერიკა. ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკაც. სხვათა შორის შენმა ძმამ რომლის ინტერვიუ ძალიან კარგი გამოვიდა სხვათა შორის, გოჩა მოვიკითხავ დიდი პატივისცემით, გითხრა ეგეთი რაღაცა, რომ ევროპაშიო ცოტა ჭირსო ამ შემთხვევაში, აი ადგილის დამკვიდრებაო. შენ შემთხვევაში როგორ ხდება? აი გერმანია ახსენე. ევროპაში ნახეთ როგორ არის ჩვენ ყავს დისტრიბუტორი, კი ბატონო, რაღაც გარკვეულ სავაჭრო ობიექტებში შედის, ხო, მაგრამ იმისთვის რომ შეხვიდე დიდ ქსელში, აი ესეთი მსხვილ ქსელში, რომელმაც შეიძლება რომ ამ ქართული ღვინის ასე ვთქვათ, თარო შექმნას. ეს ფაქტიურად ყველაზე რთული ამოცანა, ანუ ძალიან რთულია, რომ იქ შეიქმნას ქართული ღვინის თარო. თითქმის და აი რა რთულებს ამ ყველაფერს? გაურკვეველი სირთულეებია. ანუ აი სადღაც ჩერდება პროცესი. რთული, აი ხა მაგალითად რო შევხედოთ სტატისტიკას, ევროპაში გადატვირთული არის ძალიან ცოტა საერთო ჯამში რაოდენობა და არა აქვს ისეთი ზრდა. პოლონეთია მათ შორის ყველაზე მოზრდილი ბაზარი, იმიტომ რომ ქართულ ღვინოს მიმართ გარკვეული დამოკიდებულება, ანუ იცნობდნენ. სენტიმენტები არსებობს. აი ამიდან გამომდინარე, რომ დანარჩენ ბაზარს რთულია. ყველა გამოფენაზე ვიღებთ მონაწილეობას. ნუ ბევრზე ვიღებთ მონაწილეობას. იგივე ჩვენი იგივე ადრე და ეხლაც და რა ვიცი, იგივე ყველა გამოფენაზე ვარ თითქმის დამყუპები, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ არ არის ის ასე ვთქვათ მარტივი არ არის ამ ბაზრებში. იცი რა მაინტერესებს, ცოტა ისეთი კითხვა გამომდის, მაგრამ პრობლემა შენი აზრით უფრო ვისშია. ანუ ეს არის ევროპული ბიუროკრატია, თუ იქნება ეხლა შენზე არა მაქვს ცხადია საუბარი, მაგრამ იქნება პრობლემა ჩვენშიც არის. რო ანუ ვერ ვახერხებთ ამ ბაზრის ათვისებას, ეხლა 2014 წელს მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელით, DCFTA-ის დოკუმენტს, ხო, მაგრამ აი გეთანხმები მოყვები მსჯელობაში, რომ ევროპის ბაზრის ათვისების კოეფიციენტი დღეს ძალიან მცირე გვაქვს. ძალიან მცირე გვაქვს. აქედან გამომდინარე, აი პრობლემა შენი აზრით ვისში უნდა ვეძებოთ? ცნობადობა არ არის, სენტიმენტები არ არის ჩვენი პროდუქტის მიმართ. ანუ ამას დიდი დრო ჭირდება ალბათ და დიდი ფულის დახარჯვა რეკლამაში. რომ გავაგებინოთ და დავაჯეროთ. ანუ ეს რომ შევაყვაროთ, დავაჯეროთ. ანუ ამას მარტივად შეუძლებელი, ამას ძალიან ძელვადია. რეკლამირება ახსენე და რეკლამირება ხშირ შემთხვევაში ყველაზე დიდი კომპანიების ბიუჯეტსაც აღემატება, რომ ეხლა წარმოვიდგინეთ წარმართოს მარტო ვერ აი მაგისკენ მივდივარ ზუსტად. არა, კომპლექსური სახელმწიფო. აი მე მაინტერესებს, აი ძალიან მიხარია ეხლა რომ ერთ ენაზე საუბრობთ და პრინციპში ყოველთვის ასე იყო. ღვინის ეროვნული სააგენტო დღეს ხო? აი რამდენად არის დღეს ქართული პროდუქციის ღვინის ამ შემთხვევაში მედროშე ამ შემთხვევაში განყენებულად ევროპის მიმართულებით და მე უკვე სხვადასხვა თემებით, ლოკაციებით შეგვიძლია ვახსენოთ ხო იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, სადაც არნახულად დიდ საექსპორტო მაჩვენებელს წერს ქართული ღვინო. მე მაინტერესებს, აი ღვინის ეროვნულ სააგენტოს დღეს რამდენად სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. ძალიან ბევრ ღონისძიებას, გამოფენებს, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს, კვლევებს ხმარება, აფინანსებს. ძალიან ბევრი რაღაც ხდება ამ მიმართულებით, მინდა გითხრათ. ზუსტად ეს იმის შედეგია, გამოფენაზეც რომ მიდის ქართული დელეგაცია დაუშვათ, ხო, თავის პროდუქციით. ის სააგენტოს მიერ ხარდაჭერილია, იმიტომ რომ მარტო რო წავიდეს თვითონ კომპანია, ხუთჯერ მეტი დაუჯდება ფინანსურად. ამიტომ ამ ყველაფერსში ძალიან დიდ მონაწილეობას აორგანიზებს, ძირითად ტვირთს სააგენტო იღებს. ბევრი რამე კეთდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ ყოფნის და შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა უფრო ცოტა სხვა სტრატეგიები ჭირდება, მაგრამ ეს აუცილებლად გაკეთდება რაღაც პერიოდში. მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ შედეგი რო გამოიღოს მარტო გამოფენებზე მონაწილეობამ, ალბათ კი არა, უფრო მეტი კომუნიკაცია, რაღაცა რეკლამა, რაღაც გარკვეული ღონისძიებები, არ ვიცი, ბევრი რამეა გასაკეთებელი. სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ტიპის მარკეტინგი გამოიყენეს შესაძლებლად. ხო, იგივე ავსტრალიამ თავის დროზე, იტალიამ, ახალმა ზელანდიამ, ეს ყველა პრაქტიკა არსებობს ამის.
ეს ძალიან დიდხნიანი პროცესია. ძალიან დიდხნიანი პროცესია. ხო, დიდი ხანი არც 1 წელი, არც 5 წლის და არც 10 წლის პერსპექტივა. არა, დიდი ხანიც გავიდა რეალურად. 2014 წლიდან მოყოლებული ხა საკმაოდ დიდი პერიოდი არის გასული და ჩვენ რეალურად აი ამ კუთხით გარკვეული ნედლეული უკვე უნდა გქონდეს ნაშენები, რომ ხა რეალურად ევროპული ბაზრის ჭრილში ძალიან ღირსეულად წარვსგეთ. თუმცა ღირსეულად ოპერირებთ ხა ცალკეული მოთამაშეები ხა შენი ჩათვლით, არა, ხო? ჩვენ ევროპაში ადრე შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ ქონდა. კი ბატონო. გაყიდვები ქართულ ღვინოს რა, თუნდაც 15 წლის წინ, რა ვთქვათ. ძალიან მიზერი იყო. ეხლა რაღაც ტენდენცია არსებობს, მაგრამ ჩვენ თუ საუბრობთ იმ მოსახლეობიდან გამომდინარე და ბაზრის სიდიდიდან გამომდინარე, ხო ამას გულისხმობთ, ანუ როგორ ვარ, ამაში ძალიან პატარა პროცენტი გვაქვს, თორე პოზიტიური დინამიკა არის. ამაზე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არის ესე ვთქვათ, იზრდება, მაგრამ ნელა-ნელა იზრდება. მეტი შეიძლება გაკეთდეს, ცოტა უფრო მეტი მუშაობით და მეტი მარკეტინგით და მეტი რეკლამით თუნდაც და რაღაც პიარით და რაღაც კანალების ჩართვით. არ ვიცი, ამას მთელი ამბები ჭირდება. მოდი ხა ისეთ ცოტა ისეთ ლირიკან არევს თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა ისე ალეგორიანარეw კითხვას დაგისვავ. რა ჭირდება დღეს ქართველს? პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ კომპანიას თუ ზოგადად როგორც გესმის? ქართველს ჭირდება რომ დაიჯეროს ის, რომ მას შეუძლია გახდეს მეტად თამამი, მეტად მშრომელი და ერთი რაღაცაში დავწმუნდი ამდენი ხანია ბიზნესში მოღვაწეობთ, რომ ძალიან ბევრი შრომის გარეშე შეუძლებელია რამის მიღწევა. შრომა სულ შეიძლება ითქვას განუწყვეტლივ შრომა და რწმენა, რომ ტყუილა არ აკეთებ, რასაც აკეთებ და გარკვეულწილად აი ეს მოგცემს იმის სტიმულს, რომ შედეგი მივიღოთ და მე ეს მაგალითი მივცეთ სხვას, რომ იგივე გააკეთოს. ანუ ქართველს ძალიან ბევრი პოტენციალი აქვს, ძალიან ბევრი რამე შეუძლია. ჭირდება რწმენა, ჭირდება თვითკრიტიკა და ჭირდება შრომა. შრომას მუდმივად, სუშრომა და რაღაც შედეგს გამოიღებს. ანუ მე შრომა ფასდება. მარტივად არ ხდება. მე პირადად არასდროს მარტივად არც ერთ სფეროში არაფრისთვის არ მიმიღწევია. ჩემი პირადი ფორმულა არის ეს, რომ მხოლოდ შრომა. კი ბატონო. ერთი ეხა უკვე ლირიკან არავი კითხვა უნდა დაგისვა. ყოფილი რაგბისტი ხარ. ბიზნესში რამდენად იყენებ ხოლმე რაგბის უნარებს? რაგბი არის უმაგრესი თამაში, გუნდური, სადაც გულწრფელით ანუ უნდა დაიხარჯო. მეც ვფიქრობ, რომ ყველგან, ყველა სფეროში ბოლომდე უნდა დაიხარჯო, იგივე ეს არ აქვს მნიშვნელობა, რაგბი იქნება თუ ნებისმიერ სფეროში, თუ დაიხარჯე, თუ გულიანად და გულწრფელი ხარ შენი საქმის მიმართ, შედეგიც გექნება. ეგ არის ჩემი აზრით თავარი, რომ გულწრფელი იყო და ბოლომდე დაიხარჯო. ჯიმი, მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მინდა რომ გისურვო ძალიან ბევრი წარმატება. მინდა რომ გისურვო ახალი მწვერვალების დაპყრობა და მოკლედ რა ვიცი, მე ყოველთვის ხარს დაგიჭერ ყველა წამოწყებაში. ქართველის, აი ქართველზე მინდა დავბრუნდე რა. რატო დავარქვით ქართველი ჩვენ კომპანიამ? ქართველი არის პასუხისმგებლობა. ქართველი არის პასუხისმგებლობა შენი თავის, შენი ოჯახის და შენი ქვეყნის წინაშე. და ზუსტად ჩვენ კომპანიის DNM-ში და ასე ვთქვათ, თავარი აზა, ფილოსოფია ჩადებული რაც არის ჩვენ კომპანიის ასე ვთქვათ, იდეაში, ხო ეს არის ის, რომ უკომპრომისო ვიყოთ ხარისხის მიმართ, ვიყოთ ელჩები ჩვენი ქვეყნის, სადაც კი ვიქნებით ყველგან. აი ეს არის ქართველი. ზუსტად იმიტომ კი ძალიან ცოტა ხმამაღალი და ძალიან თამამი სახელია შეიძლება ითქვას. რაც სხვათა შორის ქართველი რო დაგვექმნია, ძალიან დიდი წინააღმდეგობები გადავლახეთ. იმიტომ რომ უცხოეთის მოქალაქეს არ ვიტყვი ხა რომელი ქვეყნის მოქალაქეს ქონდა დარეგისტრირებული ეს კომპანია, ოღონდ არასწორი გზით და სასამართლოში მოვიგეთ ეს და ეს ქართველზეა ლაპარაკი. სახელი ქართველი სავაჭრო ნიშანი. ჩვენ 5 წელი დავაქონდა და მადლობა ღმერთს მოვიგეთ. იმიტომ ეს პრინციპი ქონდა ეს დარეგისტრირებული, ანუ უცხოელ კომპანიას აქ ერთ-ერთ რუსულ კომპანია. რუსულ კომპანიას გასაგებია. რომ როგორც სავაჭრო ნიშანი და ჩემ კომპანიას ქვია ქართველი და მე ანუ ეს დაემთხვა
გარკვეულწილად და მე არ მივეცი ამას ამის საშუალება და ზუსტადაც რომ ჩვენ დიდი დავის და დიდი ამბების მერე ასე ვთქვათ მინდა გითხრა რომ სასამართლოში მოხდა წარმოიდგინეთ ამის ასე ვთქვათ 5 წელი მიდიოდა დავა და საბოლოო ჯამში საქართველოში ანუ ბრენდი დარჩა საქართველოში. ბრენდი დარჩა საქართველოში. იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველი არის ჩვენი ასე ვთქვათ ეს არ არის მარტო ეთნიკური მნიშვნელობის სიტყვა რა ქართველი. არა, ეს არის აი ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ აი ამ რეგიონალური ჩვენი ქვეყნის მცხოვრებისთვის მთავარი პასუხისმგებლობა და თავი ღირებულების მატარებელი იყო ქართველი. აუცილებელი არ არის, მე არ ვიძახი რომ ქართველი ანუ იმას არ ნიშნავს რომ იყო ასე ვთქვათ ვანდამაინც ქართველი. ქართველი არის იყო შენი ქვეყნის ერთგული, იყო პასუხისმგებელი შენს ქმედებაზე და ისეთ საქმეს ემსახურებოდე რომ შენი ქვეყანა ასახელო. კი ბატონო. ესეთ პროდუქცია შექმნა რომ შენი ასე ვთქვათ გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს ქართველს. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველს და შესაბამისად მოკლედ წარმატებებს გისურვებ შენ. ბევრს. მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა შენობით ბიზნესი კი მორიგ კვირამდე გემშვიდობებად ძალიან საინტერესო ეპიზოდით დაგიბრუნდებით ასევე. დროებით. გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი